ამ ცოტა ხნის წინ ოპერის ვარსკვლავმა ჩვენმა ბროლის ხმამ ქალბატონმა ელზამ ხმა დაკარგა. ეს უდიდესი ტრაგედიაა და უმძიმესი დარტყმა ჩვენი და მსოფლიოს საოპერო ხელოვნებისთვის. ღვაწლმოსილი დირიჟორი ბატონი ელიაზარი მეუღლის მომაჯადოებელი ელზას სოლო კონცერტს ამზადებდა. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. აფიშები უკვე გაკრული იყო, ბილეთები გაყიდული. კონცერტის სატელევიზიო ტრანსლაციას თითქმის ყველა წამყვანი ტელევიზია ითხოვდა. ბოლო რეპეტიციები, საყვარელი მეუღლისა და ერთგული ორკესტრის თანდასწრებითა და თანამონაწილეობით ტარდებოდა. და აი უკვე საიუბილეო კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქალბატონმა ელზამ ხმა დაკარგა. საქმე ისაა, რომ ბატონი ელიაზარი საკუთარ სიზმარში ლასკავა სცენაზე ვირტუოზულად ცეკვავდა. ის ასრულებდა უცნაურ საბალეტო პარტიას და დიდ დირიჟორს ეს კარგს არაფერს უქადდა. მას ცუდად ჰქონდა დაცდილი ამგვარი საცეკვაო, განსაკუთრებით კი საბალეტო პარტიები. ხოდა ამ საბალეტო კულბიტებისა და ახტა-დახტების შესრულების დროს ის ძილში შეხვდა, შემდეგ აყირავდა და ბოლოს ფრენა დაიწყო. როცა ძილბურანში მყოფმა ელიაზარმა თავისი უცნაური მდგომარეობა გაიაზრა, ჯერ შეეშინდა, არ ჩამოვარდე კაცო, მერე დაინტერესდა, ბოლოს კი დირიჟორს ეს ყირამალობის მდგომარეობა ძალიან მოეწონა. ელიაზარ კულბიტე, ელიაზარის ყირამალა, შემოქმედებითი ქვეცნობიერის ფიზიკური გამოვლინება, ანუ მიზიდულობის კრეატიული, ხელოვანისეული კანონი, ასე შევა ეს ფენომენი ენციკლოპედიაში. გაიფიქრა ბატონმა ელიაზარმა და გადაწყვიტა ეს უჩვეულო ამბავი ტკბილად ჩაძინებული მეუღლისთვის ეცნობებინა. როგორც კი ღრმად ჩაძინებულ ქალბატონ ელზას გამოეღვიძა და ჰაერში დაკიდებული მამაკაცი დაინახა, ელდაეცა, ხოლო როცა მასში ბედნიერად მომღიმარი მეორე ნახევარი ამოიცნო, თვალებ დაჭყეტილმა ისე ხმამაღლა დაიყვირა, რომ ხმა იმ წამსვე დაჰკარგა.
მეუღლის ყვირილმა ბატონი ელიაზარი შეაშფოთა, შეძრა და დააბნია კიდეც. ამან კი დაარღვია მისი ეგრეთ წოდებული ელიაზარ კულბიტე, ელიაზარის ყირამალას შემოქმედების ქვეცნობიერის მიზიდულობის კრეატიული ხელოვანისეული კანონი, მოსწყვიტა ჭერს და იატაკს დაანარცხა, რის გამოც მსუბუქი, მაგრამ საბედისწერო ტრამვა მიიღო და სმენა დააკარგვინა. ასე რომ ბატონი ელიაზარის ყირამალობამ ჩვენს ოპერას დაუკარგა 2 გამორჩეული მეტრი, საოცარი სმენა დირიჟორის და უნიკალური ხმა საოპერო კერპის სახით. ორივემ სასწრაფოდ მიაკითხა სოფლიო დონის სპეციალისტებს, ჯადოსნური და ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულ ექიმებს, თუმცა ხანმოკლე და საკმაოდ ძვირადღირებულმა მკურნალობამ არც ხმა დაუბრუნა სოფლიო კლასიკურ მუსიკას და არც სმენა. ამასთანავე ბატონ ელიაზარს უკვე აღარ შეეძლო ჩვეულებრივად ცხოვრება, ჯდომა, ძილი ან სიარული. ტრავმამ ის საბოლოოდ ამოაგდო ჩვეული კალაპოტიდან. ყოფილი დირიჟორი მხოლოდ ჰაერში, ცაში, ეთერულ სივრცეში გადაადგილდებოდა. ასე დასაირმობდა ქალაქში და თან ხმადაკარგულ მეუღლესაც თავისი შინაგანი ძალით ქალაქის თავზე ზეცაში აფარფატებდა. ოპერის ადმინისტრაცია და უბრალო ხალხი ჯერ თანაგრძნობით, მერე კი გაკვირვებული უყურებდა მათ ციურ ნარნარს. ბოლოს კი დაცინვისაგან თავს ვეღარ იკავებდნენ, რადგან ქალბატონ ელზას კაბის ქვეშიდან ხანდახან მოუჩამდა საცვლები და შიშველი ფეხები. თუმცა ამის გამო ელზა და ელიაზარი არც კი დადარდიანებულან და პირიქით ოპერის ყოფილ დივას დეპრესიამ გადაუარა, რის გამოც წყვილი კისკისით დაქროდა ქალაქელების თავზე და ყურადღებას არავის აქცევდა. შემოქმედებითად გარდაცვლილნი, ისინი ბედნიერნი იყვნენ, ამას ასაბუთებდნენ კიდეც. ერთმანეთი არა ნიჭის, პოპულარობის ან გარეგნობის გამო, არამედ სულიერი სილამაზის გამო გვიყვარს.
უთხრა ბატონმა ელიაზარმა ინტერვიუს ასაღებად მისულ ტელეჟურნალისტს. შემოქმედებითად უნდა გარდავცვლილიყავით, რომ ნამდვილი ცხოვრება სრულფასოვნად შეგვეგრძნო. რაც შეეხება ჩემს საცვლებს და შიშველ ფეხებს, თუ ამ მშვენიერ ცაზე მეტი ვერაფერი დაინახეთ. ხრინწიანი ჩურჩულით დააყოლა ჟურნალისტის უტაქტო შეკითხვისაგან წამოწითლებულმა ელზამ. ამ ცოტა ხნის წინ კი ბატონმა ელიაზარმა შეიტყო, რომ მისი მეუღლე როგორც იქნა დაფეხმძიმდა. სიხარულისაგან ბრთა შესხმული ცაში დაფარფატებდა, ცეკვავდა, ტრიალებდა, დიახ, ის სივრცეში ნარნარებდა და მეუღლეს უფრო და უფრო აბედნიერებდა. ხოდა იმ დღის მერე ცოლ-ქმარი თავისი ფრენებით უფრო მეტად აღიზიანებდნენ ჩვენი ქალაქის ღირსეულ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ქუჩაში და თქვენს თავზე ვიღაცეები კისკისებენ და დაფარფატებენ და ეს ვიღაცეები ანგელოზებიც კი არ არიან, მით უარესი ოპერის ყოფილი ვარსკვლავები, მილიონობით ადამიანის ყოფილი კერპები არიან. თაყვანის მცემლებისათვის სამწუხაროდ ყოფილი კერპი და ჩამქრალი ვარსკვლავი მკვდარზე უარესია. ბოლოს და ბოლოს ნორმალურ ხალხს ასეთი ამბები რწმენასაც აკარგვინებს და ადამიანობასაც. საშინელებაა ნორმალური ჩვეულებრივი მოქალაქისათვის, რომელიც ყოველ დღე სამსახურში დადის, შრომობს, ცხოვრების ჭაპანს ეწევა, აქვე გვერდით, ან სულაც ზევით მის თავზე სხვისი ან სხვების აყვავებული ბედნიერების გამუდმებით ცქერა. ხოდა ასე მანამ გაგრძელდა, სანამ ნადირობის სეზონი არ დადგა და ხალხი სანადიროდ არ დაირაზმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ დაკარგული ნიჭი და მივიწყებული პოპულარობა სულაც არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ ცაში კამარები კრათ და სიცილ კისკისით იფარფატოთ პრობლემებით გათანგული ქალაქელების თავზე.